არსებობს იზბრუქსა და თბილისის შორის სტუდენტების გაცვლისა. თბილისში ვიზიტით მყოფი შვეიცარიის ქალაქ დავოსის მერი ჰანს პეტერ მიხელი უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორე შეხვდა. დავოსის მერი ასევე კოჯორშიც იმყოფებოდა, სადაც ქართულ მეგობრებთან ერთად კოჯრის ტყეში ნერგები დარგო და ორი ქალაქის ტყეები დააზმობილა. ჰანს პეტერ მიხელმა ნერგები შვეიცარიიდან ჩამოიტანა. ვიზიტის მიზანი საზოგადოების მხრიდან ბუნების ზრუნვაზე ყურადღების გამახვილება. ვიზიტის ფარგლებში მერი საქართველოს სხვადასხვა კუთხესაც ეწვევა. ჰანს პეტერ მიხელი საქართველოში კიდევ 2 დღე დარჩება. დავრგით ნერგები დავოსის მერმა ჩამოიტანა თავისი ნერგები დავოსიდან ისიც დავრგეთ, ახაური ადგილობრივი ნერგებიც დავრგეთ და გაზაფხულზე საპასუხო იქნება ღონისძიება, სადაც დავოსის ტყეში დავრგავთ ქართულ ნერგებს. ჩემი ქართველი მეგობრების იდეა დევოსისა და კოჯრის ტყეების დაძმობილების შესახებ არაჩვეულებრივია. დღეს ერთობლივად დავრგეთ ხეები. ეს პატარა, მაგრამ ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ბუნების დაცვაში და ეს დიდ წვლილს შეასრულებს მის განვითარებაში.